გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გვექნება ჭამაის საკვირველი. ყველანაირ დიეტას მოსპობთ, ყველაფერს შევჭამთ და ყველაფერს გავანადგურებთ. წესთან მიზარი. მოკლედ, დღეს გვექნება დიდი ჯახი. მშრალი ულუფების დიდი შერკინება. ქართული მშრალი ულუფა ნომერი 1 ნაციონალური დელიკატესიდან. ხო, პირველი ნომერი იმიტომ წამოვიღე, რომ ამაში არის ბრინჯი ძროხის ხორცით. კიდე ერთი მენიუ მქონდა ესეთი, მაგრამ იქ ლობიოლორით იყო და უკვე სახელშივე ნათელია, რომ ის გაიმარჯვებდა შედარებას აზრის არ ქონდა. გვაქვს ამერიკული მშრალი ულუფა მენიუ 17, აი ესეთი და გვაქვს კიდევ ერთი ამერიკული მშრალი ულუფა მენიუ ნომერი 22. წყალიც დაგჭირდება. ჩანთა აღარ. ხო, მოკლედ ახლა რა ხდება? წყალში ხანდაბლა იდგას. ეს არის შედარებით ძველი გამოშვება ამერიკული მშრალი ულუფა, ეს არის განახლებული ვერსია და ეს ქართული მშრალი ულუფა. დღეს შევადარებთ, განვიხილავთ რომელი უკეთესია, რომელი ჯობია და ასე შემდეგ ვეცდებით. პირველი თავიდანვე რომ ვიყოთ და დავიწყოთ შეფუთვებით, ჩემი აზრით ამერიკული ახალი თანამედროვე ვერსია დაწინაურდა, იმიტომ რომ გაცილებით პატარა პაკეტია, არა და საკვები თითქმის ერთ და იგივე რაოდენობით არის, გამჭვირვალეა და ერთადერთი მის მინუსი რაც შეიძლება ასეთ პაკეტს ჰქონდეს, თვითონ რომ გავხსნით, ამას უკვე როგორც ამ შემთხვევაში ვიყენებთ, ხო, ნაგვისურვებთ ვერ გამოვიყენებთ. სამაგიეროდ ისეთ პატარა ჩანთაშიც კი როგორც ეს პატარა საპატრულოს დურგჩანთაა, რამოდენიმე ცალი თავისუფლად ჩაეტევა 2-3 ცალი მთელი დღე რო გვეყოს, დიდ ადგილს არ წაიღებს აღჭურვილ ლოვაში. წონაც შედარებით ნაკლები აქვს, ეს ტონაა მარტო შეფუთვა რა. კი აქ აი ესეთი სოლიდური შეფუთვა, მაგრამ ვიზუალის გამო ნამდვილად არ არის წვალება და ნაგავს რაც შეეხება ნაგვის პარკი მაინც აგვაქვს ხოლმე ჩანთაში და კი ეს კაი იყო, მას გადავკეცავდი ხოლმე აკოდნო ვისკოჩავდი, ჩანთაში შევაგდებდი და ჩანთა არ მესწრებოდა და ყველაფერს შიგნით ვინახავდი, მაგრამ ახლა შეფუთვას პარკი იგივე აქვს და ზომა ესეც საკმაოდ ესეთი სოლიდურია ამასთან შედარებით. ზონები თითქმის ერთ და იგივე სასწორი არ დავამყრე. ეხლა გავხსნით, თან ცხელ კერძებს შევათბობ, მანამდე ცივები განვიხილოთ, შევაფასოთ, შევადაროთ ერთმანეთთან მიმართებაში. ჩემი ჯიბის დანა მოვიმარჯოთ. წესით, ოღონდ დანა არ უნდა დამჭირდეს. აქ დაგაორი ეგეთი ქართული მალევე გაიხსნა მარტივად. ამერიკული ცოტა გამიზალიანა, ესეც შემოიფშნა და ძველი სკოლა არ გაიხსნა. მოდი ჯერ ამოვალაგებ ყველაფერს გავშლი და მერე ვისაუბრებ ჭეშმარიტებაზე. საღეჭი რეზინი, ყავა, ჩაი რაღაცა. ეს რაც ჯემია ისე. ძირითადი კერძი. რაღაცნაირად უწერიათ, ვერ ვკითხულობ და მომკალითები ასროებს ვერ ვარჩევთ მაინცსა. ეს არ მგონია დამჭირდეს. შახტიანი რაღაც ნამცხრევი პატარა. ჩემი საყვარელი სასმელი ენერგეტიკული რაც თავარია, იქ არაქისის კარაქი იყო, არც მოცე ყურადღება, პური და წყლის გამაცხელებელი. ვაშლის ჯემი. იციან ვაშლი რომ იყოს. მოკლედ
ეს დევს სტანდარტულში, ახლა ბარემე სტანდარტული. მივა სტანდარტულად. ეს ჩვენი ალური ესა გამაცხელებელი, რომელიც ორს კარგად მუშაობს ხოლმე, რაღა დაგიმოთ ამას გამოვიყენებ. არასდროს არ გამომიყენებია, მაგრამ ამჯერად რაც ყოველთვის პირველად ხდება ხოლმე და ახლა გამოვიყენებ. ეს თუ გავუკეთე მე ყოფილი ვარ სპირონი. იკბაბოლი ჩემ ხარეზე. შევკეთო. წყალი. ტონა ნახევარი წყალი არ არის ხოლმე საჭირო. ცოტაოდენიც კამარა. ხელთა ესე გავიხსნას. დავუკეთო ჩაუტენი. და ეგ დავაყუდებ დაბლა. ჩენი ესენი. შემდეგი მეორე ამერიკელი გათანამედროვებული. ერთი ფულით ეს დაწინაურებულია. ესე მოვწიოთ. საზღვარზე ჩავდოთ ყოვზი. ძირითადი კერძი. ელსახოცი ის ხელის დამცავი ახაც. რაც ნამცხვრის ვარიანტია. ასე რა სანავარ გახსნიერ გავიგეთ. აქაც საღეჭი რეზინი, ყავა, ნუ ეს საღეჭი რეზინი ყავა და რაღაცები არა, ყველგან და იგივეა. მაგას საუბარ საზრი არ აქვს. ას კრუხუნები. ეს რაც ტკბილი იქნება უეჭველი. ლიმნიანი და ლაიმიანი ენერგეტიკული სასმელი ამ შემთხვევაში. ენერგეტიკულებსაც გავაკეთე აუცილებლად გავსინჯო. კიდევ ერთი რაღაცა ორცხობილა. დამცხვარი ან ამ ეგეთი და აქაც გამაცხელებელი, ესეც გავაცხელოთ. სანამ ქართულზე გადავართ. ეს გამოიყურეთ არაგვერიოს ერთმანეთში და ჩვენი ქართული ნაციონალური დელიკატესი. კრეკერი ყვადაღებული თემა უკვე. პეჩენია. მეორე ჩახველება მრავლის მეტყველი. გამაცხელებელი საშუალება. ყოვზ და ჩანგალი და კვირის ჩხირი. ნუ კაია. ჩანგალის როცა ჩაის პაკეტი. ვამებს ჩაის პაკეტი არ იყო. ანუ ჩაის სად უნდა დავლიო და რითი უნდა ავიდუღო ყავა? ყავა და ყავის პაკეტი არა. აქ ყავის ჭიქა არის. ქიშმიში უზბეკური. ჩაი გურიელი შაქარი ყავა. გამაგრილებელი სასმელი. პორტოხლის არომატით. სამაგიეროდ აქ აი გამაგრილებელი სასმელი თავის პაკეტით ისმება, ამას ვერ დავლევ. შეიძლება ვიღაცა იმფიქრა რომ ჩაის ჭიქაში დავლევდი, მაგრამ თუ ჩაისო ეს როგორ გადავლივო? და წყალი კიდე იქნება არა მაქვს ბოთლით წამოღებული და ქემელბექი მაქვს. ჩილი და ატმის ჯემი. ატმის ჯემი მოთემა. შოკოლადი. ზროხის ხორცის კუპატი. ასანთი. ვაკ ასანთი აი ამ პაკეტებში. უნდა მეთქვა დევს მეთქი. არა, დევ დავიჭირო.
არც ერთშიც არ არის ასანთი. ყველი ერთჯერადი ყავა. გრამაჟიც კი აწერია 2 გრამი. და ბრინჯი ძროხის ხორცით. ძველი მშრალი ულუფა არ მოიცდა ერთესენი გავხსნათ. გავიჯერო ეს ასანთი არადეო. ძალზედ გაოცებული დავჩევი, იმიტომ რომ ასანთი ყოველთვის არის ხონაფერს. ყავა შაქარი რაცა ყავას ვაყრი ხოლმე ზემლე. საღეჭი რეზინი კრემის ვარიანტის ყავის საერაც ხელსახოცი მშრალი სველი და რო არ დაინესტოს. არილი ყოფილი კაცო არ დაინესტოს. ეს კარგად აბახშიდო. აქ ხოდა სად არის ჩემი ჭქა რაში გავაკეთო? ვიცი რომ ოპა ისე გაქვთ მოწყობილი ცხოვრება ჩემო ამერიკელო მეგობრებო რომ ყველაფერი გაქვთ მაგრამ ლეხი ხალხიც ვარსებობთ არა ზმო დედას გიფუჩუა არა მოკლედ არ შემცდარ ვარ ასანთი არის ამერიკულ ულუფებში ქართველი მაგას ვაჭრობთ. ეხლა ვერტვეს გაცხელებოდეს მეტი. მეტი არ მინათ. ის რო ქართულ ულუფასთან მოსული ამბავია გაცხელების პრობლემა ხოლმე. ცოტა შელოცვევი ჭირდება. კიდე ვიძახი ტონა ნახევარი წყალი აუცილებელი არ არის. რაც ეჭვი მოქროეკ დაიქუქება. ეხლა ჩემი საყვარელი სასმელები მოვამზადოთ. კაკაოს სუნი აქვს. აი ეს სასმელი მართლა ძალიან მიყვარს და აღა დაგიმალოთ. ყოველთვის სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე, როდესაც მეორეც გავაკეთოთ მაგრამ ქართულს ვერ ვაკეთებ, ზმო რა გავაკეთო ალბათ. არა, არაფერი მოყოლილი. ამიტომ სასმელებში ქართულს დიდი მინუსი. მართლა ქემელბექი რომ ხონდეს რაში ჩამოვასხა და რაში გავაკეთო. ამ შემთხვევაში წყალი აღარ ამაქვს მაგიტო ვერ ვაკეთებ მაგრამ აი ჯანდაბას ჩემი დიეტა ამას შავრი და გავსინჯო მაინც. იმაში ბევრი ჩავასხი რომ ბევრი გავუსწრო. ეგრეა რა. აქ რაც თორე ჩემთან იმერული კუპატიც არის საქონლის ხორცთან ერთად და აქ საჭმელი უკვე ისეთი მეორე კერძი როგორც ესეთი სრულყოფილად აღარ არის. იმერული კუპატი მე თუ მითხავ კერძია მაინც რაღაც დონეზე მაინც. წყალით ცოტა ანაცოტას ჩავ. გასული იმოთი მოიხსნა. ვიზუალი რო საამაყვარა აქვს. ყველანი ხვდებით ხო? კარგი ბატონო, ეხლა გადავიწყოთ ძირითადი კერძის აქამდე უნდა გაცხელებული. ხო? ძველი ამერიკული არ გაცხელდა.
ძველი ვერსია ამერიკული. რაც კიდევ მეორე ჩემი დანაშაული არ არის, იმიტომ რომ შემთხვევით არა. წყალი ის ხარ, მაგრამ არ გაცხელდა. მაგაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. დასვლელდა და ჭირს გახსნა. გადაგიმოვთ და გემრიელია. ქართულიც დაიქოქა. ამასთან ესენ უაიღებთ ხოლმე ხელების დაწვა იცის. გაცხელდება შიგნით. ქართული და ახალი ამერიკული დაიქოქა და ძველმა დაგვაღალატა. არა უშავს. რა, ნაგავს მე მივხედავ. ეს გამოიყურება. სამყო ვიზუალია ხვერიტი. Demo porția ბოსნეული რაღაცები რაღაცა ვერ გავარჩიე რა არის ძალიან ხრაშუნა და ის გემრიელი შემოხდა სიამოვნებით სახრაშუნო საჭმელია მოკლედ ამ შემთხვევაში მოკლედ ხებსაც შევაფასებ და მე ვიტყვი ეს რამდენად გემრიელი იყო შემდეგი ახალგაზრდა ამერიკელი ესეც გაცხელდა ხელის დამცავი ორივე მენიუს მოყვა და ძალიან კარგია ნაგავზე ხა აღარ ვიტყვი რომ ყველაფერს ავალაგებს მეთქი და რაღაცა ყოველ სიტყვაში მაგის თქვა და თავის კაი ტიპად წარმოჩენა არ მიყვარს ემას სამყო ვიზუალი აქვს ხო ვერ იტყვი ხორცია მაკარონია მაკარონია ისეთი ვიჯდი აქვს თითქოს სველი რაღაცა პური ცომი გდია შიგნით ის მაგეთ შეგრძნებას პროექტ და ხორცია იაფიანი ლორები რო იყიდება ხოლმე კაპკათა გვარდა რა დაგიმოვთ ნუ ჩვენი ეროვნული სიამაყე ცხელია წუწვა გაფთბარი კარგად იყო იმის იქით არაფერი ბრინჯი ხორცთ ვიზუალი აქვს სახში მე რო ვაკეთებ ხოლმე ჩვენ დღევანდელ ოპერატორს რო ძალიან უყვარს პოსტნეუ ისა აზიური ფლავი აი მაგეთი რა უყვარს
ჩემთვის ცოტა მარილი აკლია, მაგრამ სადაც მარილი იქნება, ჩავამატებ. MasterChef-ის ჯგუფისავით ვიტყვი, მაგრამ ცოტა მეტად მოხარშული ბრინჯი გაცილებით უკეთესი იქნებოდა და გემრიელია. აი ჭამა მაგარია, კარგია, გემრიელია. ნუ რო გავანაწილოთ 9, 3 და 8 ქულა. აი მართლა ხორად თავარია. ვიდეო დაიდება, ან უკვე დავდე, ან შემდეგ დავდებ. ჰუმანიტარული მშრალი ულუფა გავსინჯე და აი ყველაფერს წამლის გემო ქონდა იქ, აქ არც ერთში წამლის გემო არ იგრძნობა. თანაც ის არის სათქმელია, ეს ცივია, არ გაცხელდა. იმან არ იმუშავა. რა ქვია გამაცხელებელმა. ეხლა გავსინჯავ. რადგან აქ ძირითადად ტკბილეულებია და აქ ესეც კუპატია და ხორცეულია, პირველს ქართულს გავსინჯავ. კუპატს უწერია, რომ გაცხელება არ უნდოდა. დომნია მე თუ მკითხო. დავაძრობთ რა. აი ეს გამოიყურება. ხომ უნდა გამეცხელებინა რა. ნამდვილად. გასაგებია 10-დან 9 ედვა მეტიც. ეს არის იმერულ კუპატთან. ძროხის ხორცის კუპატი. კუპატი საერთოდ არაფერი არ აქვს, არც ვიზუალურად, არც გემოთი, არც არაფრით, მაგრამ აი საფონის ხორცის ტუშონკები რო იყიდებოდა ხოლმე, ერთ-ერთი შეგარდა, ჩემთვის მაგალითად საფონის მისაღები და გემრიელი გემოა. ეხლა გადავიდეთ ხილეულზე, დესერტებზე. ძველ ამერიკულში იყო ჩემი რაღაცის ყვაშლისა. ყვაშლის ჯემისთვის კარგია. ჯემია, გემრიელია, სიამოვნებით შესაქმელია. მე არც ყვაშლი მიყვარს, არც ჯემები მიყვარს, მაგრამ აი მაგალი ფულით შევაფასებდი მაგასაც. მოკლედ ესენი მე თუ მკითხავ არ აღჭირდება, იმიტომ რომ ამების მომხარში მომდუღებელი არა ვარ და მოდი ადგილი მოვინთავისუფლოთ. ყავა რა რომელმა ყავამ რას უნდა აჯობოს და რომელმა საღეჭმა რეზინმა პირველი არც ერთი არ არის. შემდეგი ამისი გავსინჯოთ. ეხლა აქეთ გადმოვიდეთ და ეს მეორე რა იყო, ეგ გავსინჯოთ. აქაც რაღაცა ხორციანთან გვაქვს საქმე. დავთქვა. ერთო დიდები. ხორცია. ყავის გემოა და ტკბილია. ჯოჯოხეთი თუ მაინტერესებს როგორია ეგ არის. -8. 10-5 რავი დიდი მინუსი. მოკლედ დამატებითი რაღაცეები. ამერიკული 9, ქართული 9 და ახალი ამერიკული 0. შემდეგი
დინამიტები და რა გავსინჯავ რაღაცებს. შავი პური. ჩვეულებრივ შავი პურია. ნუ გემრიელი განსაკუთრებით სამჭირთან იქნება გემრიელი. თუნდა იბნა ჩემი ბრალი არ არის. ვაკესთი ტკბილი დამწვარი პურის მაგიერ. გემრიელია და საქართველოში გვაქვს პეჩენია. პეჩენია გენა კრეკერი. მოგეთ პურეუში. ამას მოდი ვიტყვი 800 იმდო ჩვეულებრივ შავი პურია. ეს ტკბილია და გემრიელი, ამას დაუწერ 900 იმდო. ძალიან მართლა გემრიელია და ქართულს დაუწერ 500-ას, იმიტომ რომ ამ საჭმელთან ეს კრეკერი არაფერ შუაში არ არის, რა უნდა საერთოდ ვერ გავიგე. ეს გავსინჯეთ. დესერტოლოგია. ყვილი ვარ ჩხობილა. გემრიელი, მშვენიერი. ბატონო. თამაშის რა. ეს ორჩეჯეროთ. ამას გავსინჯავ. აქ ეს ალბათ ცხელი წყალი არცი არ უნდა დაასხა და ისჯამო. ეგეთ ვარიანტს აქ გავს ყოველ შემთხვევაში. ეგა. კარგად სამა ცხელი წყალი საიდან მოვიდა. საქართველოში უშუალობაში გვაქვს ესეთი ბილი პეჩენიები. მოკლედ ამას დავიღოთ 9 ქულა. კებანს ვერ ვაცხელებთ, ვერ ვაკეთებთ, ვერ შევჭამთ, ამიტომ. მაგრამ ის და გემრიელად იჭმება 5 ქულას დაუწერ და ქართული პეჩენიაც 5 ქულა. ახლა გავიგოთ ეს რა არის. ვიცი რაც საერთოდ. არაქისის კარაკი. არაქისის კარაკია. გემრიელია. მე არაქის კარაკი არ მიყვარს, მაგრამ თორემ მიწის თხილებივით რაღაცა ურევია შიგნით და აი მე თვითონ არაქის თულად მიწის თხილი. ასტრაცები განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ სადაგზად შეგიძლია ახრამუნო და ახრაშუნო და ჩვენთან გვაქვს გავსი თიშმიში. არაქის კარაკი აი თიშმიში არის უზბეკური. მაგარია და ახაც გვაქვს ჩვეულებრივი ყველი ქართული იქრახანც არ იყო ყველი, მაგრამ მე შემდეგ კერძად ეგ იყო მივაყოლოთ. იგივე
ყველა მენიუში დეგივე ყველიდიო. არაფრის მთქმელი და უიმღამა. მოგვაქვს კიდევ შოკოლადი. ეს შოკოლადი და პეჩენი ერთად ძალიან მაგარი რაღაცაა ხოლმე. შეგიძლიათ სხვაზეც მენდოთ. სტანდარტული შავი შოკოლადია. სწორედ ცხოვლის ნახატით. ას გააშოჭამ. აქ კიდე რაღაც სამკას სასინჯი დარჩენილი. და გადავიდეთ სასმელებზე. ეცკიბილო კომანა ჟოლოს ჯემია ძალიან გემრიელი მათთანაც ჟოლოს ჩემს სასმელები მოგეთ დავიწყებ ჩემი აზრით უარესიდან და გავყვები უკეთესისკენ არა ანუ ლიმონის წვენია რა ლიმონი ჩაასხამ პორტუხალის წყალში ერთი ვარიანტია გაზგასული ლიმონაც ხავს მაგრამ ის საშინელი ნამდვილად არ არის ცველოდებოდი და რაც სხვა დროს შემხედრია ხოლმე შემდეგ ახალი ამერიკული ლიმნით და ლაიმით ამას და იმას 6 ულა კაი ხასიათის და ხათრის გამო თავარი კერძი დღევანდელი სუფრაზე უი რაღაცა უნდა მეთქო ხო? ნო 10-დან 15 ამას. 10-დან 15 მართლა ძალიან მიყვარს. ძალიან მაგარი სასმელია და უი. აქ ის ხონია. სადამდე უნდა ჩაასხა. მონიშნული. მე რო გავავსე ილთამდე მოკლედ. ეხლა ვთქვათ ორი სიტყვით რომელი რა ამერიკულ სტანდარტულს 10-დან 8 საჭმელში ანუ როგორი საჭმელია ისი რომ იმის გამო რომ ქშია შეჭამკი არა გემრიად დაჯდები და იკიშკავებ ქართულსაც იგივე იმიტომ რომ მართლა იჭმება ანუ ძირითადი კერძის გემრიელი იყო ის კუპატიც კაი ვარიანტია კუპატი არა მაგრამ კაი ვარიანტია და ეს სახრაშუნო რაღაცეები შოკოლადი შმოკოლადი რაღაცეები ეგეც მაგარია შუაში არც სასმელი ვარგო და არც ძირითადი კერძი ვარგო და არც მეორე კერძი ვარგო და მარტო მიწის თხილის ხათრით როგორ სამი ანუ ეს ახალი ვარიანტი გემოზე ეს მენიუ კონკრეტულად რა ნომერი არ მახსოვს ვიდეოს თავში ხო თქვი ეს თავია საშნელება რა აი მართლა მირჩევია შეერი ვიყო ვიდრე აი ეს ძირითადი კერძი ვჭამო ერთ მოდი ჩაახედე თუ ჩემი ძმა გადი შენ მე გაჭმევ გაეთერი იქით გამოდი სამ ვეშაპმა ეგარჭავო სამ ვეშაპმა ყველაფერი შეჭამა ამისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა მენიუა როგორია რა ჯობია რა არა დაგემშვიდობებით სულ ეს იყო ეს ორი მართლა კაი ვარიანტია და სიამოვნებით გიახლებით ეს შუაში თავის დამხმარე კერძიანად რავი ეს ახალი ჯენზი ტერმინი რო ვიხმარო წითელი დროშა კი არა ყველაფერი დროშა ერთდროულად ტკბილი ხორცია ჯოჯოხეთია მართლა ვინ მოიგოლა ტკბილი ხორცი შამპურს როგორ უნდა შეხედოთ თვალებში მაგის დედავატი მომავალ შეხვედრამდე